გამარჯობა, მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელი სიახლეებით. ნაპოლის ბინძური თამაში, რაიმალება კვარაცხელიას ტრანსფერის უკან, ბუდუს დებიუტი ბუნდესლიგაში და მწვრთნელის კომენტარი, მამარდას დაბრუნება ტრაუმის შემდეგ. ვიდეოს დაწყებამდე კითხოვნა დამიფასოთ, რომ დავიდეთ ტრადიციულ 2000 მოწონებაზე. ასევე ნუ დაიზარებ არხის გამოწერას, რათა მივახციოთ ჩვენს მიზანს 80,000 გამომწერს. ყველას მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის და მოდი დავიწყოთ. მილანის საბა გოგლიჩიძის ტრანსფერზე მუშაობს. ბოლო ინფორმაცია იტალიიდან. საბა გოგლიჩიძის მილანში შესაძლო ტრანსფერზე ჩვენ დიდი ხანია რაც ვსაუბრობთ. ახლა კი ამის ხმა ოფიციალურად შეიძლება. გავრცელებული ინფორმაციით მილანის საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ემპოლის ფეხბურთელის საბა გოგლიჩიძის შეძენით აქტიურადაა დაინტერესებული. როსონერი კი 20 წლის ცენტრალური მცველის ყიდვას იანვარში ვეგეგმავს. იტალიური გრანდი დიდი კონკურენციის ფონზე ქართველი ფეხბურთელის გაფორმება ზამთრის სატრანსფერო ფანჯის დროს შეეცდება. ასევე განიხილება გოგლიჩიძის ყიდვა და 6 თვიანი ჯარით ემპოლიში დატოვებაც. მხარეებს შორის კი პირველი კონტაქტი უკვე შედგა. ემპოლი კი საბას დაახლოებით 10-დან 15 მილიონამდე აფასებს. უახლოეს დღეებში კი საბა გოგლიჩიძის თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი. თუმცა რაც მთავარია, მილანის ინტერესი რეალური და დადასტურებულია. აღსანიშნავია, რომ გოგლიჩიძის დამატებით პირადად მილანის სპორტული დირექტორი ჯოფრი მონკადაა დაინტერესებული. დავძენ იმასაც, რომ მონკადა ახალგაზრდა ქართველი მცველის დამატებას 2023 წელსაც ცდილობდა. იმ პერიოდში მონკადა გუნდის მთავარი სკაუტი იყო, რომლის მოვალეობაც საინტერესო და ნიჭიერი ფეხბურთელების აღმოჩენა იყო. დაახლოებით წელიწად ნახევრის წინ მილანის ინტერესი დადასტურებული და რეალური იყო. თუმცა იმ მომენტში როსონერიმ ქართველ ფეხბურთელს დიდი სათამაშო დრო ვერ შესთავაზა, ამიტომაც საქმიდან გასვლა მოუწიათ. ასე მოხდა იუვენტუსის შემთხვევაშიც, რასაც შემდგომში ემპოლის ტრანსფერი მოყვა, სადაც გოგლიჩიძემ თავი ძალიან კარგად დაიმკვიდრა. ახლა კი შეიძლება ითქვას, რომ მონკადა ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერს ისევ მიუბრუნდა. თუმცა უკვე სპორტული დირექტორის ამპლუაში და მზადაა, რომ დიდი კონკურენციის მიუხედავად ტრანსფერი დახუროს. უახლოეს დღეებში კი მილანი პირველ ოფიციალურ შეთავაზებას გააკეთებს. ბუდუს წარმატებული დებიუტი ბუნდესლიგაში და მწვრთნელის კომენტარი. ბუნდესლიგაში ბუდუ ზივზივაძის დებიუტი ბერლინის უნიონთან შედგა. ჰაიდენჰაიმის თავკაცმა კი ბუდუს ასტარტოში დააყენა. აღსანიშნავია, რომ ბუდუ მოედანზე 80 წუთი გაატარა. მისმა გუნდმა კი 2-0 იმარჯვა. ასე რომ ქართველი თავდამსხმელის დებიუტი წარმატებული გამოვიდა. მით უმეტეს, რომ მეორე გოლი ბუდუს კარგ თამაშს და მის მწვავე დარტყმას მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ შოთა არველაძის შემდეგ ბუდუ ზივზივაძე ყველაზე ასაკოვანი ქართველი ფეხბურთელია, რომლის დებიუტი ტოპლიგაში შედგა. არველაძემ კი ლალიგაში 35 წლის ასაკში ითამაშა. ბუდუ ზივზივაძემ კი ეს 30 წლის ასაკში შეძლო. ამასთან აღსანიშნავია, რომ ჰაიდენჰაიმის თავკაცმა ფრანკ შმიდტმა ბუდუ ზივზივაძის თამაში საკმაოდ პოზიტიურად შეაფასა. ბუდუმ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა, რაც განსაკუთრებით იმ მომენტზე უნდა ითქვას, როცა მეტოქეს ფეხბურთელი გაუწევეს. გაძევების მომენტამდე ბუდუმ საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო. არ ვიცი ადრე მეორე სართულზე რამდენჯერ ვიგებდით ბურთს, მაგრამ ბუდუ მეორე სართულზე კარგად მოქმედებს და თანაგუნდელებს კარგ შანსს უქმნის. ბუდუს გუნდში ინტეგრირება კიდევ უფრო უკეთ მოხდება, ვიდრე დღეს ვნახეთ. ის მშრომელი და მებრძოლია და არასდროს ყოლყმანობს, როცა გოლის გატანის შანსი იღებს. განაცხადა ჰაიდენჰაიმის თავკაცმა. მე კი გეტყვით, რომ ბუდუს მისვლამდე ჰაიდენჰაიმს 10 მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა, მაგრამ ბუდუს გამოჩენის შემდეგ გუნდმა ნანატრი გამარჯვება იზეიმა. ამ ეტაპზე კი ბუდუს გუნდი ბუნდესლიგაში მე-16 პოზიციას იკავებს, თუმცა მე-15 პოზიციაზე მყოფ ჰოფენჰაიმთან გულად და სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა. მამარდაშვილის დაბრუნება და თანაგუნდელების შეფასება. ესპანეთის ლალიგის მე-19 ტურში სევილიამ სანჩეს პისხუანზე ვალენსია მიიღო. ხამურები გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყვნენ, თუმცა მეორე ტაიმის მესამე დამატებულ წუთზე პედროსას დარტყმისას გიორგიმ პოზიციური შეცდომა დაუშვა და სამწუხაროდ მეტოქემ გოლის გატანა შეძლო. მაგრამ აუცილებლად უნდა ითქვას, რომ გაშვებულ გოლამდე გიორგიმ გუნდი არაერთ გაშვებულ გოლს გადაარჩინა და შესანიშნავი სეივები შემოგვთავაზა. აღსანიშნავია, რომ ვალენსიას თავკაცმა კარლოს კორბენარმა მამარდაშვილთან დაკავშირებით მოკლე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ გიორგიმ კარგი შეხვედრა ჩაატარა, თუმცა გაშვებული გოლის ეპიზოდში კარგად ვერ იმოქმედა. ასევე ხამურების ერთადერთი გოლის ავტორმა ლუის რიოხამ მამარდაშვილის თამაშის შემდეგი სიტყვებით შეაფასა. ლალიგის საუკეთესო 3 მეკარიდან ერთი ჩვენს გუნდშია. ის ოქროს ბურთის ნომინაციაშია, თუმცა დღეს არ გაუმართლა და ქულები დავკარგეთ. ჩვენი პირველი შემტევი მეკარეა, პირველი მცველი კი თავდამსხმელი. ჩვენი გუნდი ერთიანია. მამარდამ კი თავისი რეაქციებით გადაგვარჩინა და თამაში ბურთი კარგად შეყავდა, განაცხადა ლუის რიოხამ. მე კი გეტყვით, რომ 24 წლის მეკარემ, რომელიც ლივერპულის აკუთრება და ვალენსიაში ჯარით თამაშობს, მიმდინარე სეზონის ლალიგაში მე-15 მატჩი ჩაატარა, სადაც კარის მშრალად შენახვა 3ჯერ შეძლო. ნაპოლის ბინძური თამაში და მიზანმიმართული შეტევა ქართველ ფეხბურთელზე. რაიმალება ხვიჩას ტრანსფერის უკან. უკვე გადაწყვეტილი ამბავია, რომ კვარაცხელია ნაპოლის რიგებს სულ რამდენიმე დღეში დატოვებს. მისი მომავალი კლუბი კი 90%-ით პარი სენ-ჟერმენი იქნება, რადგან ფაბრისიო რომანოს ინფორმაციით, კვარამ პარიზელებთან 5 წლიანი კონტრაქტი შეათანხმა. მისი ხელფასი კი 5-ჯერ მეტი იქნება, ვიდრე ეს ნაპოლიში აქვს. ფრანგულ
ფრანგული კლუბი კი ამჟამად ნაპოლის ანაწარმოებს მოლაპარაკებებს. მორიგი შეხვედრა კი მომდევნო კვირაში გაიმართება. შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ PSG-მ ხვიჩასთან და ხვიჩას წარმომადგენლებთან ყველაფერი შეათანხმა. სწორედ ამის ფონზე კი ნაპოლი ცდილობს ამ სიტუაციიდან სუფთად გამოძრეს და ყველანაირი ბრალდებულება კვარაცხელიაზე გადაიტანოს. ამ სიტუაციაში კი დე ლაურენტისი და ანტონიო კონტე შეთანხმებულად მოქმედებენ და თავიანთ იმიჯზე ზრუნავენ. უფრო მეტად შეშინებული კი რა თქმა უნდა დე ლაურენტისია, რომელმაც საჩემპიონო გუნდი დაშალა და რა თქმა უნდა ამას ნაპოლის ხომაგები არაპატიებენ. მსგავსი სიტუაცია კი მოგეხსენებათ ნაპოლის პრეზიდენტმა უკვე გაიარა, როდესაც გუნდიდან ყველა ლიდერი გაუშვა და ახალი ფეხბურთელები მოიყვანა. მაგრამ იმ დროს დე ლაურენტისი სწორედ კვარაცხელიამ გადაარჩინა, რომელმაც მთელი ევროპა ფეხზე დააყენა და 23 წლიანი პაუზის შემდეგ ნაპოლის ნანატრის სკუდეტოც მოუტანა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველამ კარგად დავინახეთ თუ როგორ მოიქცა ნაპოლი კვარაცხელიას. ერთი წელი ჩვენ ხვიჩას კონტრაქტზე ვსაუბრობდით და ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ ბოლო პერიოდში ეს საკმაოდ მომაბეზრებელი და დამხლელი გახდა. მაგრამ ეს არა ჰაერიდან მოსული ინფორმაციები, არამედ ის მწარე რეალობა გახლდათ, რაც ხვიჩას თავს ტრიალებდა. დე ლაურენტისი თავის გადაწყვეტილებებს ყოველდღე ცვლიდა და ქართველ ფეხბურთელს გამუდმებულ ტყუილში აცხოვრებდა. თუმცა მოვიდა დრო, როცა კვარაცხელიამ თქვა, საკმარისია. კვარაცხელია უკვე ნაპოლის განაცხადში აღარ იძებნება და ის დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ამასთან დაკავშირებით კი ანტონიო კონტემ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, რომელიც დეტალურად შემდეგ კომენტარს აკეთებს. არასდროს მერიდებოდა უხერხული კითხვებისთვის პასუხის გაცემა. როცა ვლაპარაკობ, ყოველთვის სიმართლეს ვამბობ, არ მიყვარს ტყუილები. გასულ ზაფხულს პრეზიდენტს ვესაუბრე და ვთხოვე, რომ რამდენიმე ფეხბურთელი ხელშეუხებელი ყოფილიყო. რა თქმა უნდა, მათ შორის კვარაცხელიაც იყო. ხვიჩამ ჩვენ გაყიდვის თხოვნით გასულ ზაფხულსაც მოგმართა, მაგრამ ისევე როგორც სხვები ტრანსფერზე არც ის დაგვიყენებია. 6 თვის წინ მომიწია დარჩენაში ბევრი ფეხბურთელი დამერწმუნებინა. ბედნიერი ვარ, რომ გარკვეული მოთამაშეების დარწმუნება შევძელი, მაგრამ ამჯერად კვარაცხელიამ კლუბს გაყიდვას თხოვა. მე ვესაუბრე მას და დამიდასტურა, რომ მიდის. ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ამ 6 თვეში მე ვიმუშავე და ვაჩვენე, რომ რაღაცის მიღწევა შეგვეძლო, მაგრამ სამწუხაროდ მას კონტრაქტის განახლება არ სურდა. მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ალბათ არც მე ვიყავი იმდენად თამამი და გამბედავი, რომ ორივე მხარისთვის ხელი შემეწყურათა მოლაპარაკებებში წინსვლა ყოფილიყო. დღეს ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდი, რომ ნაბიჯის უკან გადადგმა მიწევს. არ შემეძლია ვიღაც ჯაჭვების დავობა და დარჩენა ვაიძულო. მის დარწმუნებას 6 თვე ვცდილობდი. ამიტომ კვარაცხელია ვერონასთან არ იქნება. ცხადია, რომ გუნდი ძალიან მნიშვნელოვან მოთამაშეს კარგავს, განაცხადა კონტემ. ამის საპასუხოდ კი ჯეუთიმი, რომელიც ფეხბურთელთან უშუალო კომუნიკაციაშია, ყველაფერზე უკვე ღიად საუბრობს და სიმართლეს გვიმხელს. მათი ინფორმაციით კვარაცხელიამ გუნდიდან წასვლა კი არა, მისი დონისთვის შესაბამისი პირობები მოითხოვა, რომელიც გუნდში ყოფნის თითქმის 3 წლის თავზე ვერ მიიღო. ამიტომ კვარაცხელია წავა იქ, სადაც მას დააფასებენ და სადაც განვითარების მეტი შესაძლებლობა ექნება. ნაპოლის ხომაგები კი საჯარო პროტესტს უკვე გამოხატავენ და კარგად ხვდებიან თუ რეალურად რა ხდება ნეაპოლურ კლუბში. ამიტომ ყველაფერს დრო მიხედავს. ასე და ამგვარად, უკვე შეიძლება ითქვას, რომ ხვიჩას ნეაპოლური კარიერა დასრულებულია. ახლა კი ახალი თავგადასავალის დროა. ეს კი დიდი ალბათობით პარიზული კლუბი იქნება. ფრანგული გამოცემის ფუტმერკატოს ჟურნალისტი სანტი უნაკი სოციალურ ქსელში წერს, რომ კლუბებიც ახლოს არიან შეთანხმებასთან. გარდა ამისა, იუნა იტყობინება, რომ კვარაცხელია PSG-ში გადასვლაში ტიტულების მოგების გარანტიამ, ჩემპიონთა ლიგაზე ყოველწლიურმა თამაშმა და პარიზში ჩვეულებრივი მოქალაქესავით. ხალხი ზეწოლის გარეშე ცხოვრების შესაძლებლობამ დაარწმუნა, რასაც ნეაპოლში მოკლებული იყო. ამასთან გავრცელებული ინფორმაციით ამ გარიგების უკან სუპერაგენტი ჟორჟე მენდეში დგას, რომელიც სამივე მხარესთან თანამშრომლობს. გამოცდილი პორტუგალიელი კი მხარებს ტრანსფერის რაც შეიძლება მალე დახურვაში ეხმარება. ამიტომ ხვიჩას წასვლა გადაწყვეტილია. ამასთან ერთად ჩვენ წინა ვიდეოში გამოკითხვა ჩავატარეთ, სადაც უმეტესობა იმის მომხრეა, რომ ხვიჩამ კლუბი უნდა დატოვოს. ამის ფონზე კი მე ხვიჩას ნეაპოლურ კარიერას შევაჯამებ. ხვიჩამ 2022 წლიდან დღემდე ნაპოლის მაისურით 107 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 30 გოლი გაიტანა და 24 საგოლე პასი გააკეთა. 2023 წელს იტალიის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ასევე ის 2022-23 წლების სეზონში სერიას საუკეთესო ფეხბურთელი და ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. გარდა ამისა, კვარა 4-ჯერ დასახელდა სერიას და არაერთხელ ნაპოლისთვის საუკეთესო ფეხბურთელად. ამიტომ იმედი დავიტოვოთ, რომ მინიმუმ ასეთივე წარმატებული იქნება ხვიჩას პარიზული კარიერაც. კოლომუანი მიდის და კვარა მოდის. რა ხდება პარიზულ კლუბში? მესის ახალი კონტრაქტი და საინტერესო პუნქტი ბარსას ხომაგებისთვის. ვის დაიმატებს ბარსა იანვარში? ვიდეოს საინტერესო ინფორმაციებით ვაგრძელებთ. ხოლო თუ აქამდე ხარ მოსული, შეგახსენებთ, რომ ამ ვიდეოში ჩვენი მიზანი 2000 მოწონება. რის შემდეგაც ახალ ვიდეოზე მუშაობას მალევე დავიწყებ. ვინ შეიძლება დაიმატოს ბარსამ იანვარში? იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე ბარსამ შეიძლება ნახევარმცველი დაიმატოს. კატალონიური გრანდი მორიგი ეკონომიკური ბერკეტის გააქტიურებასთან ძალიან ახლოსა. აქედან გამომდინარე ბარსა ზამთარში ფეხბურთელის დამატების უკეთესი შანსიც გაუჩნდება, მაგრამ დიდი ალბათობით ამას იჯარის სახე ექნება. ბარსას თავკაცი ჰანსი ფლიკი კი მიიჩნევს,
ამბობს, რომ მარკ კასადოს შემსვლელი სჭირდება. სწორედ ეს მიზანი უნდა დაუსახონ ბარსას სპორტულ დირექტორს დეკუს, რომელსაც გუნდისთვის საინტერესო კადრები აქამდე უპოვნია. ამიტომ თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, დიდი ალბათობით ბარსა იანვარში ახალ ფეხბურთელს დაიმატებს. კოლომუანი მიდის და კვარაცხელია მოდის. რა ხდება პარიზულ კლუბში? როგორც ჩანს, პარი სენ-ჟერმენისთვის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ძალიან დატვირთული იქნება. ბოლო ინფორმაციებით ნაპოლის ქართველი ვარსკვლავი კვარაცხელია პარიზულ გუნდში გადასვლასთან ძალიან ახლოსა. ამის ფონზე კი თითქმის გადაწყვეტილია, რომ PSG-ს ფრანგი ფორვარდი რანდალ კოლომუანი გუნდს დატოვებს. 26 წლის კოლომუანის დამატებით კი მანჩესტერ იუნაიტედი, ტოტენჰემი, იუვენტუსი და მილანი ინტერესდებია. თავად ფეხბურთელი კი ჯერჯერობით ფიქრის პროცესშია, მაგრამ გიუმი სპორტის ინფორმაციით ყველაზე ინტენსიური მოლაპარაკებები ტოტენჰემთან მიმდინარეობს. ფრანგი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებად კი 50 მილიონი ფუნტი სახელდება. PSG-ს კი კოლომუანის გაყიდვა აუცილებლად მოუწევს, რათა კვარაცხელია დაიმატონ. ამიტომ მივყვეთ მოვლენათა განვითარებას. მესის ახალი კონტრაქტი და საინტერესო პუნქტი ბარსას ხომაგებისთვის. მესის ინტერ მაიამისთან კონტრაქტი 2025 წლის დეკემბრამდე აკავშირებს და ბევრი თვლიდა, რომ მისი ამოწურვის შემდეგ ელ მონგოლიკოს სამშობლოში დაბრუნდებოდა და კარიერის უკანასკნელ პერიოდს მშობლიურ როსარიოში გაატარებდა, მაგრამ როგორც ჩანს, მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდება. ავტორიტეტული ესპანური გამოცემა მარკას ინფორმაციით, მესი ფლორიდელებთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს. იგეგმება ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით 2026 წლის დეკემბრამდე გახანგრძლივება, თუმცა კონტრაქტში ჩაიდება სპეციალური პუნქტი, რომლის მიხედვითაც MLS-ში შესვენების დროს მესის იჯარის წესით ევროპის ნებისმიერ კლუბში შეიძლება გადასვლა. არგენტინის ნაკრების კაპიტანი ჩრდილოეთ ამერიკაში გასამართ მუნდიალს ოპტიმალურ ფორმაში შეხვდეს და გარდა ამისა თავის საყვარელ ბარსაში ასპარეზობის საშუალება კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში მიეცეს. შესაბამისად, თუ მსგავსი კონტრაქტი დაიდება, დიდი ალბათობა რომ მესი ბარსას მაისურით კიდევ ერთხელ ვიხილოთ. ეს ყველაფერი კი სწორედ ახალი კამპ ნოუს გახსნის პერიოდში იგეგმება. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კი ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერი არხი და დაეხმარე მას განვითარებაში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.